ჭეშდაძე ვარ. Საწვრთნელ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისას გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცის ვინაობა იდენტიფიცირებულია. რაც ეხება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში შეჭრილ დანარჩენ ორ პირს მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა გუშაგმა. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გუშაგის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ის კანონის შესაბამისად მოქმედებდა. უწყებისთვის ჯერჯერობით უცნობია საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე სამი პირის შეჭრის მოტივი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილს დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ. ეს პიროვნება აღმოჩნდა იდენტიფიკაციის შედეგად 1993 წლის 3 სექტემბერს დაბადებული შესაბამის ორგანოებს მიეცა შესაბამისი დავალებები და მიმდინარეობს მათი დადგენა დაკავება. განახორციელეს გუშაგზე თავდასხმა ესონეს ეგრეთ წოდებული ცეცხლის მქონელი აპირებს მთლიანად მთელი პერიმეტრის დათვალიერებას და ამის შემდგომ ჩვენთვის ნათელი იქნება თუ საიდან როგორ ავითარებაში მოახდინეს მათმა აი ამ დაცულ ტერიტორიაზე შექცევა.